კი დავლე, იქნებ ძალიან გემრიელია. არ შეგეშინდეს. რამდენიმე წამს მაინც მოვიცდი, იქნებ ჩურჩხელა. Georgian sneakers. ჩვენ გვაქვს ასეთი ტრადიცია. მეკლეს ვეძახით. Okay. მეკულე. ჩვენ ამას ჩიჩილაკს ვეძახით. ჩიჩილაკი? ლაკი იმიტომ რომ მეკლეს იღბალი მოაქვს. ყველაფერი რაც თბილია, კარგია და მსმენია რომ საქართველოში ძალიან გიყვართ სიტყვა. მოგესალმებით, დღეს ჩემთან ერთად არის გუნდის კაპიტანი პატრიკ მაინგა, რომელსაც დავაგემოვნებინებ ჩვენს სნეკებს. Hello, Patrick. გამარჯობა, პატრიკ. გამარჯობა, ბუდო. მადლობა რომ დამპატიჟი ამ შესანიშნავ ვახშამზე. შეგვიძლია დავიწყოთ. გთხოვა ერჩიო პირველს, რომელს დააგემოვნებ. მოდი ამით დავიწყოთ. შეგიძლია ხელით აიღო და მოხიო. ჩვენ ამას სხვადასხვა ხილით ვაკეთებთ. ნახე. ასე შეგიძლია მოხიო. კარგი. სულ ესაა. Do you like? მოგწონს? კი. ცოტა ტკბილია. ყველაფერი რაც ტკბილია, კარგია და მსმენია რომ საქართველოში ძალიან გიყვართ სიტყვა. კი, ტკბილი ხალხი ვართ. If you had to pick შეგიძლია დაასახელო სამი რამ, რითაც სტუმარს შენს ქვეყანას გააცნობდი. გერმანიას? ჩვენ ალბათ მსოფლიოში ცნობილები ვართ ლუდით, ოქტობერფესტით, ლუჩი მოხარშული კარტოფილით და კარიბურსტით. ხომ იცი სოსისით რომ კეთდება, სტადიონზე შეგიძლია რომ დააგემოვნო. ხო, მე რაც შემეხება, ხაჭაპური, ხინკალი და ქართულ ღვინოსაც, რა თქმა უნდა. So, next step. შემდეგი რომელი იქნება? შემდეგი, მოდი ყველს გავსინჯავ. ყველს? კი, ყველს. შეგიძლია ესეც მიაყოლო. კი დავლე, იქნებ ძალიან გემრიელია. არ შეგეშინდეს. რამდენიმე წამს მაინც მოვიცდი, იქნებ ეს ქართული სასმელია? კი, მგონი არავის აქვს მსგავსი ლიმონადი. ჩვენ ტარხუნას ვეძახით. No, it's good. კარგია. It's good. ძალიან კარგია. ხო? კი. შემიძლია დავლიო ენერგიის მისაღებად. თამაშამდე სვამდით ამას საქართველოში, სანამ ევროპაში გადმოხვიდოდი სათამაშოდ. არა, აბა როდის სვამთ? ისე, უბრალოდ. ვახშამზე, საუზმეზე. როგორც თქვენ სვამთ, აპერშოლს. გასაგებია. კარგია. Can you tell us? შეგიძლია გითხრა რაიმე საშობაო ტრადიცია, რაც მხოლოდ შენს ქვეყანაში არსებობს. I don't know if it's only existing. არ ვიცი, მხოლოდ ჩვენთანაა თუ არა. რამდენიმე გვაქვს. Christmas tradition. ნაძვის ხერაც მხოლოდ გერმანიაში არ არის, რა თქმა უნდა. I don't think it's just in საშობაო ბაზრობები ყველა ქალაქში. in every city. მაგრამ ესეც არ ხდება მხოლოდ ჩვენთან. Germany, I don't think so. ზოგჯერ Sometimes we sing along. ნაძვის ხესთან მღერით. We have like ჩვენ გვაქვს ასეთი ტრადიცია. მეკლეს ვეძახით. Okay. მეკულე. It means like ახალი წლის ღამეს 12 საათის შემდეგ ადამიანი, სტუმარი, რომელიც ჩვენ სახლში მოვა, დააკაკუნებს კარზე, გიჟურაჭხებს. ჩვენ გავუღებთ. ის წარმატებას გვისურვებს მომავალი წლისთვის. წარმატებას, ბედნიერებას, ჯანმრთელობას. ასევე მეკლე სახლში აუცილებლად მარჯვენა ფეხით უნდა შემოვიდეს. კარგი? რაც ნიშნავს, რომ მას ოჯახისთვის იღბალი მოაქვს. მე ვიყავი ჩემი მეზობლების მეკლე. მეუბნებოდნენ, რომ კარგი ფეხი მაქვს. კარგი. და რა მოხდება თუ მარცხენით შემოვა? უბრალოდ სახლში არ შემოვშობთ. კარგია. ხო, ასეთი ტრადიცია გვაქვს. კარგი, მოდი გადავიდეთ ქართულ სნიკერსზე. ამას ჩურჩხელას ვეძახით. ჩურჩხელა. Georgian sneakers. უბრალოდ ქართული სნიკერსი. ამასაც ხელით ვიღებთ? კი, მარტივად. აი ასე. For me, ჩემთვის ეს საუკეთესოა. But I don't think it's a კი, მაგრამ სნიკერს არ გავს. No? არა? არა, მაგრამ კარგია. No. But it's okay. Yeah, it's not similar. ხო, იგივე არ არის. Chocolate. სნიკერსი შოკოლადითაა. Not chocolate, but
think it's a little bit difficult. უბრალოდ ასე ვეძახით. ნამდვილი სნიკერსი არ არის. კარგი. დასაღეჭად დრო მჭირდება. კი, რთულია. Yeah, it's hard to buy it. კიდევ ერთი კითხვა მაქვს. როგორ ფიქრობ რა არის ეს? ქართულ ნაძვის ხეს გავს. მართალია. ჩვენ ამას ჩიჩილაკს ვეძახით. ჩიჩილაკი? ლაკი იმიტომ რომ მეკლეს იღბალი მოაქვს? ნაძვის ხის პატარა ქართული ვერსია. აი ასეთი ზომისაც შეიძლება იყოს. მაგრამ ეს ალბათ ასეთი სიმაღლის იქნება. რომელი შენი საყვარელი კერძი შენი ქვეყნის სამზარეულოდან რაც ყველამ უნდა გასინჯოს? საყვარელი კერძი? მოლტაშე? მოლტაშე აქაა სამხრეთ გერმანიაში. მოლტაშე კარგია, მაგრამ ალბათ შპეცელი. იცი ყველი შპეცელი? ეს არის ის, რის გასინჯვასაც ურჩევდი ყველას. ვიცი რომ ყველი ძალიან გიყვართ. თქვენი ყველიც კარგია. იქნებ ჩვენიც მოგეწონოთ. ასე რომ შპეცელი ყველით არის კერძი, რომელსაც ურჩევდი ქართველებს რომ გასინჯონ. კი, მეს ძალიან მომწონს. კარგია, იმიტომ რომ ყველითაა. ქართული სამზარეულოდან ხინკალს გირჩევდი. მოლტაშეს გავს, მაგრამ ბევრად გემრიელია. Okay. კარგი. ასევე ხაჭაპური. გახსოვს რომ გიხსნიდი. იცის ფორმისაა. ცომია და შიგნით ბევრი ყველი აქვს. კარგი. შეგვიძლია შემდეგი გავსინჯოთ. So the most but not at least. told me it's just როგორც მითხარი ეს თაფლი და თხილია რა? კაკალი და თაფლი. ესე შემიძლია რომ ხელით ვჭამო? რა თქმა უნდა. ყველაფერს ხელით ჭამთ საქართველოში. თითქმის ყველაფერს. კარგია. ეს საუკეთესოა. კარგადაც გამოიყურებოდა და გემოთ შესანიშნავია. ნამსხვრევითაა. თბილი. როგორც თქვი ახალ წელს დაკეთებთ არა? ხოლოდ ახალ წელს? Just for Christmas or do you? ხოლოდ შობას და ახალ წელს ვაკეთებთ ხოლმე. So you have a მაშინ ბედნიერი ახალი წელი საქართველოს. ძალიან გემრიელია. Very delicious I think. კითხვა. ერთმანეთის საიდუმლო სანტები რომ იყოთ, რა საჩუქებდით? ახალი წლის ღამეს მეკვლა რომ მოვალ? უბრალოდ მარჯვენა ფეხით შემოვალ შენ სახლში. First step in your house. და მე რას გაჩუქებდი? კაპიტნის სამკლაურს ჩვენი ნაკრების კაპიტნისგან, რადგან ის ძალიან კარგი ფეხბურთელია. Okay. კარგი? ანუ მე არ ვარ კარგი ფეხბურთელი არა? შენც ხარ და ამიტომ გაჩუქებდი. Okay. კარგი, ანუ უნდა ვიამაყო. Be proud. სად და როგორ აპირებ რომ აღნიშნო შობა ახალი წელი? ოჯახთან ერთად, როგორც ყოველთვის ჩემს ცოლთან ერთად. ჩვენც იგივე ტრადიცია გვაქვს. ან ტრადიცია გვაქვს რომ ოჯახი ერთად ხვდებით ყოველ წელს. You can try this. ჩირს არ გასინჯავ? კი, დაახლოებით ვიცი როგორიც იქნება. განსხვავებული გემო აქვს? რთული საჭმელია. ზუსტად ისეთი არაა, როგორც გერმანიაში. კბილია. ყველაფერი კბილია საქართველოში, მაგრამ ეს საუკეთესოა. კიდევ ერთს გავსინჯავ. შეგიძლია წაიღო. სახლში წავიღო? შვენიერია. და ბოლო კითხვა. რას ისურვებდი ამ ახალი წლისთვის? როგორც ყოველთვის ჯანმრთელობას ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის. მეც იგივეს, ვეთანხმები. ახლა შეგიძლია დაალაგო, რომელი იყო საუკეთესო? პირველი გოზინაღი. მეორე ყველი. გემრიელი იყო. მესამე აი ეს. რას ეძახით? ჩურჩხელა. ჩურჩხელა. თხილის გამო. მეხუთე იყოს ტყლაპი. ეს თხილით არაა და არც ისე კარგია. და მეოთხე ეს ხილის ჭირი. Like here in Germany it's the fourth place I think. And the drink is სასმელი ძალიან კარგია. არ ვიცი ამ სიაში სად ჩავსვამდი, მაგრამ გემრიელია. So mine first ჩემთვის პირველი ყველია, რადგან ძალიან მიყვარს. მეორე გოზინაღი. მესამე, მეოთხე და მეხუთე. თითქმის იგივენაირად. ხოლო ესენი იყო განსხვავებულად. So, thank you. მადლობა რომ იყავი ჩვენთან ერთად და გასინჯე ჩვენი სნეკები. მე უნდა გითხრა მადლობა.
იმედი მაქვს მართლა მოგეწონა. კი. საქართველოშიც უნდა ვცადო გასინჯვა. კი, აუცილებლად უნდა ჩამოხვიდე. მინდა რომ ქართულ ხალხს მიგულოთ დამდეგშობა ახალი წელი, გისურვებთ ხვალს, ბარაქას, ჯანმრთელობას, წარმატებას და ყოველივე საუკეთესოს და ის მიზნები და ოცნებები რაც გაქვთ მომავალი წლისთვის აღსრულებოდეთ ყველას და თქვენს ოჯახებში ყოფილიყოს ყოველთვის მშვიდობა და სიყვარული. გილოცავთ დამდეგ შობა ახალ წელს. Happy New Year to all. მედნიერი შობა ახალი წელი ჩვენს ქართველ ხალხს. Ciao. Ciao.